მოგესალმებით ჩემო კარგებო, ეს ის დაპირებული ვიდეო არაადეკვატური ადამიანის, არაადეკვატურ საქციელს, რომელსაც გონია რომ ჭირდება დახმარება და იმედი მაქვს რომ მისი მეგობრები, ანახებლები ნახავენ ამ ვიდეოს და ყველაფერი მას რაც მან გააკეთა და რაც მან მიწოდა და როგორც მოიქცა და აუცილებლად რაღაცნაირად დაეხმარებიან და შესაბამის კომპეტენციის ადამიანთან მიიყვანენ. შესაბამის ექიმთან, იმიტომ რომ აშკარად ადამიანი არის ძალიან აგრესიული, არაადეკვატური და აქ ყოვლად გაუგონარი ქცევები და საქციელები ადამიანი, რომელიც არის ამოფარებული ვითომ ცხოველთ მოყვარეობას, ვითომ ცხოველების სიყვარულს და ამ დროს არის ჩვეულებრივი ბოროტი, ადამიანი, რომელსაც ცხოველები კი არა, პირველ რიგში ადამიანები არ უყვარს და იმას როგორ შეიძლება უყვარდეს ცხოველები, ეს არის გამორიცხული, უბრალოდ ამოფარებული ამ რაღაც ნიშას, რომ ვითომ ძალიან უყვარს ცხოველები და ცხოველებს იცავს. ყველაფერი დაიწყო ჩემი უწინარის თორით, რომელიც დავდე და საერთოდ არ მიფიქრია, რომ ამ თორს შეიძლება რაიმე სახის ესეთი აგრესია ან გამოხმაურება მოყოლო და საერთოდ გულშიც კი არ გამივლია, რომ ვინმე შეიძლება დაბადებოდა კი და საერთოდ გაევლო ესეთი აზრი, აუცილებლად დავდებ რა თქმა უნდა ამ ვიდეოს ბოლოს, რომ ნახოთ თქვენც რაც მოხდა და რასაც მოყვა ეს ამხელა ამბავი, გაუგონარი ამბავი, რომ აი არის მართლა შოკში ვარ. სოფელში გადაღებულ ვიდეოს, როგორც იცით, ბებიას 40 იყო, ვიყავით გუშინ დასავლეთში, იმერეთში და მამამ ძაღლი რომელიც ყავს, იმიტომ რომ ბავშვები მყავდა პირველად, იმიტომ რომ იყო ბევრი ხალხი, ბებოს 40 იყო როგორც ყველა ახსენე, რა თქმა უნდა ძაღლი დააბა, იმიტომ რომ ძაღლი ჯერ ერთ-ერთი არავინ არ იცის რას იზავს, იკბინება, დაიწევს ვინმესკენ, შეუყებს და დაპორჭყნის თუ რას იზავს, არ აქვს ამის მნიშვნელობა, ზოგადად არიან ადამიანები, ვისაც აქვს შიში. შეიძლება საერთოდ ძაღლმა არაფერი არ დაუშავს, მაგრამ იმიტომ რომ გაიწიოს მისკენ, ამის გამო შეიძლება ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს, შეეშინდეს, არ ვიცი, ბევრი რაღაც ერთი აი საერთოდ ამის ახსნა რომ ჭირდება, ეს უკვე ძალიან სასაცილოა, არ ვიცი, მართლა დედას გეფიცებით, მართლა შოკში ვარ. მოკლედ გავაგრძელოთ. ხო და ესე იგი ეს ვიდეო ჩანს, რომელსაც მე აუცილებლად განახერხებთ და მოდიოთ უკვე გზაში ვართ, ეს თორები იყო ძალიან ბევრი სოფლიდან გავაზიარე, ჩემი სიხარული, დადებითი თუ როგორი ემოციებითაც, ნუ ყველანაირად გაგიზიარეთ, როგორც შემეძლო ყველაფერი, ჩემს გამომწერებს და მოდივართ მოკლედ გზაში ვართ, რომ ერთ-ერთი ადამიანი ეს ეკა, წერს ოღონდ არ ჩერდება, ანუ გაუჩერებლად წერს, რომ ძაღლი აუშვით. ძაღლი რატო არის დაბმული? რას ერჩით ძაღლს? ჯერ ძაღლი აუშვით და შემდეგ ისი ამოვნეთ. არ ჩერდება ოღონდ. დედას გეფიცებთ, ანუ არ გაჩერდა დედას გეფიცებთ. ბოლოს ჩემთვის თქვა, ანუ რა ხდება მეთქი ვერ მივხვდი, ანუ ისიც ვერ მივხვდი, რომელ ვიდეოზე იყო საუბარი, ან ძაღლი მეთქი სადაც რაღაც მახსოვდა ის რაღაც წამიერად რო ჩანს ძაღლი. მოკლედ გავხსენის კომენტარები და ეს გოგოა ხალბატონი არც ვიცი, სიმართლე გითხრათ, მოკლედ ეს ეკა ვიღაც გაუჩერებლად ეს წერს, მე მივიწერი რომ ბავშვების გამო რომ ბავშვები არ დაეზიანებინა მეთქი, მამაჩემ დააბლა დააბა, ამაში რა არის გასაკვირი და დაწყნადით დავშვით მეთქი და თქვენ საქმეს მიხედეთ და წარმატებები მეთქი და გული გაუგზავ. ნუ აი დაიწყო და დაიწყო. არ გაჩერდა მეგობრებო, ანუ დაიწყო შეურაცხყოფები, რომ შენ როგორი აგრესიული ხარ, შენ ვიყოფილ ხარ, მე შენ მიყვარდი, შენ როგორი არაადეკვატური ხარ. ნუ საშინად მლანწყავს და უკვე შეუძლებელი იყო ამ ადამიანთან ყოველგვარი კომუნიკაცია და სიმართლე გითხრათ, ეხლა რამდენი ადამიანი უნდას ესე რაღაცებს, რა თქმა უნდა, არ ყვები და მადლობა, რომ ბევრი არ არის. პრინციპში